არა გაყალბებულ არჩევნებს. Ამ ლოზუნგით უკვე მესამე დღეა საგარეჯოში საქართველოს პატრიოტთა ალიანსის შტაბის წევრები და მხარდამჭერები შიმშილობენ. აქციაში დაახლოებით 20-მდე ადამიანი მონაწილეობს, თუმცა პროტესტის უკიდურეს ფორმას შიმშილობას მხოლოდ 5 ადამიანი მიმართავს. მოშიმშილეებს 3 ძირითადი მოთხოვნა აქვთ. კონკრეტული მოთხოვნა გადადგეს ქალბატონი თინა ხიდაშელი, გიგლა აგულაშვილი, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე მომხდარზე, ანუ გაყალბებულ არჩევნებზე. დღევანდელმა ხელისუფლებამ საბოლოოდ დაადასტურა, რომ არის ყორო, არის ბრმა და არის ჯიუტი. იმდაც ეგენი ჩვენთან არ მოვიდნენ, არ წავიდნენ იმ პირობებზე, დააკმაყოფილონ ის მოთხოვნები, რასაც ჩვენ ვაყენებთ, ჩვენთან ღმერთია. და ღმერთს კიდევ ვერავინ ვერ მოერევა. დავრჩებით მანამ სანამ არ აღდგება სამართლიანობა და სანამ ავარკვევით სამართალს. ჩვენ ვერთდებით ამ პროტესტს, იმიტომ რომ არ დაკმაყოფილდა ჩვენი მოთხოვნა და ეს გაგრძელდება, მაგრამ სანამ არ მივიღებთ განმაყოფილებელ პასუხს. საგარეჯოში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოკითხული მოქალაქეები ამბობენ, რომ პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერების პროტესტი სამართლიანია, რადგან საგარეჯოში შუალედური არჩევნები გაყალბდა. შემშილობა უკიდურეს ფორმა, მეც რას გააკეთებენ, მაგრამ მე მგონი მაინც ვერაფერს მიაღწევენ, იმიტომ რომ უზარმაზარი მანქანა თავრობას. როგორ ფიქრობთ, გაყალბდა საგარეჯოში არჩევნები? გაყალბდა. მე ვიცი, ალბათ მართლები არიან და უნდათ რომ თავის მართლა დაამტკიცონ. თქვენ როგორ ფიქრობთ, გაყალბდა არჩევნები საგარეჯოში? არ ვიცი. მე ვფიქრობ, რომ მართალია. გაყალბდა არჩევნები? კი. იმიტომ მაინც და მაინც მინისტრებიც აქ ჩამოვიდნენ და მაინც და მაინც სამხედრო რატო გაყალბდა იქ. იმდენი ხმა, რამდენი ზუსტად სამხედრო პიროვნება იმდენი იყო. გაყალბდა 100%-იანი რომ გაყალბებულია საერთოდ. აბა რა არის, მოგეთ, ეგ არის არჩევნები, მოგეთ, რომელიც რომ აიგო ინაშვილმა და მე გადავიდნენ, მოგეთ, სამხედროები. რომელ სამხედროზე მეუნები, ქუთაისელზე, ბათუმელზე, აჭარელზე იმაზე, თუ ვის მეუნები, რომ სადაურია, ის არის საგარეჯველი რო აძლევს ქვასა?